გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. დღევანდელ ჩემ ტექსტს დავარქვი სიმღერა გრძნეულ ადვოკატებზე. ადვოკატობა ძალიან დიდი და საჭირო საქმეა. ნებისმიერ ადამიანს უნდა ყავდეს დამცველი ადვოკატი. თუ კი ის ნებისმიერი ადამიანი ღმერთმა დაიფაროს და ოდესმე ჩაიდენს დანაშაულს და მოხდება ციხეში. ძალიან წინწასული ამერიკელი მოქალაქეები ყოფითი პრობლემების დროსაც სულ ადვოკატს უხმობენ. თუმცა ჩვენთან მგონი ეს პრაქტიკა ჯერ არ დანერგილა. ანუ, როდესაც აბაზანაში ონკანი მიფუჭდება, მე სანტექნიკოს ვურეკავ და არა ჩემს პირად ადვოკატს, რომელიც ჯერჯერობით არც მყავს. ეს შესავალი იყო. მეგობრებო, ყველას, ვინც კანონს არღვევს, უნდა ყავდეს დამცველი. ზოგს ფასიანი, ზოგს კი უფასო და ეს სრულიად მართებულია. ჩიკატილოსაც ყავდა ადვოკატი, თუმცა ფანტაზია არ მყოფნის წარმოვიდგინო, რა გამამართლებელი არგუმენტი შეიძლება მოეტანა ადვოკატს ასეთ შემთხვევაში იმ მონსტრის დაცვის დროს. ადვოკატობა, ჩემი აზრით, პროკურორობაზე გაცილებით უფრო რთული საქმეა. ბრალდების წაყენება ყველას შეგვიძლია და აი დაცვა კი ნაკლებად. ანუ, როდესაც ვისმენ, რომ ადვოკატი 4 ოქტომბრის მოვლენების დროს ერთ-ერთ დაკავებულ ქალზე ამბობს, სამართალდამცავ ორგანოს მუშაკებს ქვა კი ესროლა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქვა ესროლა. მეტი ხომ არ უსვრია. ამ შემთხვევაში მებადება კითხვა, ეს ადვოკატი პროფესიონალია? მე ეჭვება. მეგობრებო, ამ ბოლო დროს ხშირად უსმენ ჩვენი ადვოკატების გამოსვლებს, არა სასამართლო დარბაზში კი არ უსმენ. მათ მოკლე ინტერვიუებს უსმენ სხვადასხვა კითხვებზე პასუხების დროს და შიში მიპყრობს. დიახ, დამნაშავეები მეწოდებიან, რადგან ასეთი სიბრიყვე, რაც მე ამ ადვოკატების პირიდან მესმის, არც ზღაპარში ითქმის და არც კალმით აღიწერება. ისინი ასეთივე ოსტატობით თუ იცავენ დამნაშავეებს სასამართლოს სხდომის დროს, მაშინ ის საბრალოები დიდხანს ვერ ნახავენ მზის სინათლეს. მეორე მხრივ, რასაკვირველია, ძალიან ძნელია გაამართლა ადამიანი, რომელიც ფაქტზეა დაჭერილი. იმ ქალის არ იყოს ერთი ქვა ისროლა მხოლოდო. სხვათა შორის ქვის სროლის კადრები გადაღებული იყო. პირადად ვნახე, ის ქალი ძალიან კარგად ჩანდა და ადვოკატმა ალბათ უკვე ვეღარ თქვა, რომ არ უსვრია. თუმცა ეტყობა ადვოკატი მაინც გამოუცდელი იყო. თანამედროვე ტექნოლოგიების არაფერი ესმოდა და ვერ მოიფიქრა უფრო მაგარი გამამართლებელი არგუმენტი. და მე კი მოვიფიქრე და მის ადგილას ვიტყოდი, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნა დამონტაჟებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გარეგნობა და სინამდვილეში კი ის იმ დროს, როდესაც ათონელის რეზიდენციის მშვიდობიანი და ალერსიანი შტურმი მიდიოდა, შინ იყო, ტახს ატყავებდა და ტელევიზორში უყურებდა უზბეკური სერიალის ნურუდინი და ალტინგულის 1001 სერიას. დიახ, მე ასე ვიტყოდი და მე დაემტკიცებინა პროკურორს, რომ ეს პროგრამისტების მიერ არ იყო დამონტაჟებული. მეგობრებო, ხუმრობა იქით იყოს და სერიოზულად ამ არგუმენტმა, რაც ამ ადვოკატმა მოიყვანა, რომ მხოლოდ ერთი ქვა ისროლაო, რომ დაუფიქრდეთ, შეიძლება შიშის გზნობა გაგვიჩინოს. რას ნიშნავს მხოლოდ ერთი ქვა ისროლა? დაცვის ამ მეთოდიდან გამომდინარე შეიძლება ასევე თქვა, რომ მხოლოდ ერთი კაცი მოკლა, მხოლოდ ერთი შენობა დაანგრია, მხოლოდ ერთი ქვეყანა გადაწვა, მხოლოდ ერთი ეთნოსი გაანადგურა. ჯვარი აკაურობას რასაკვირველია. თუ ადვოკატს, ანუ იურის თავში ტვინი აქვს, ის თვითონ უნდა ხდებოდა საკუთარი არგუმენტების სიბრიყვეს. რასაკვირველია, ის ამას ხდება, მაგრამ მაინც ამბობს და რატომ ამბობს ხომ გესმით? იმიტომ ამბობს, რომ სხვა ხელის ჩასაჭიდი არ გააჩნია. დიახ, რა მოხდა? ერთი ქვა ისროლა, მერე რა? ერთი რომ ისროლა, მერე მიხვდა, რომ არ უნდა ესროლა და ის ერთიც შემოესროლა. განა ერთი ქვის გამო შეიძლება ვინმე დაისაჯოს? ალბათ კანონშიც უნდა იყოს გაწერილი, რომ ერთ ქვაზე, ერთ დანის დარტყმაზე, ერთ მოლოტოვის კოქტეილზე არ უნდა იყოს სასჯელი. გასაგებია, ადვოკატობა ურთულესი რამაა. ადვოკატმა
ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ეძებოს რაღაც პატარა საბაბი მაინც, რომელსაც ჩაეჭიდება და რომელიც მის დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანს შეუმსუბუქებს სასჯელს. ამიტომაც ადვოკატი წყალწაღებულივით ნებისმიერ ხავს ეჭიდება. ახლა კი ცოტა ლირიკა. თავის დროზე მე ჩამოვწერე ის პროფესიები, რომელსაც ვერასდროს გავეკარებოდი. და პირველ ადგილზე დავაყენე ადვოკატობა. არ გეგონოთ, რომ ამ პროფესიას ვაკრინებ არავითარ შემთხვევაში. ადვოკატები ძალიან ხშირად ემსახურებიან სიკეთეს და სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ აი როგორც ზევით მოგახსენეთ, ჩიკატილოს, ბრეივიკის ან ჯონ ლენონის მკვლელის, მარკ დევიდ ჩეპმენის ადვოკატობა როგორ უნდა შეგეძლოს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ან მაგალითისთვის ჰიმლერის, ან და ზურა აიდეიშვილის. არა, ადვოკატობა ჩემი არ არის. აი სახმართველობა კი ჩემია, ოღონდ გვიანია უკვე ჩემი გადაკვალიფიცირება სახმართველად. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.